იკა პაპაშვილი თავისი მწვრთნელებით დიმიტრი ბერაია ბათუმელებს ყავთ კიდევ დიმიტრი ბერაიას გადანაცვლად გარდა ფინალში ალექსანდრე ბალაძე 80 კილოგრამში ერთი გოგონა ყავდათ ფინალში რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა ეს იყო ნატალია ბერიძე შემდეგ მოვიწონა თბილისური ფინალები იქნება რამიზოღლი ვოლოშინი და ოქოვაშვილი ვოლოშინი მოსკოვი მარჯვენა დრომი აქვს. პირველი შეტევა იყო პაპაშვილის მარცხენა ჯერი მოარტყა. შეტევა აღარ გამოუვიდა პაპაშვილს შევიდა ახლა ბრძოლაში ბერაია გააკავა სიმაღლეში ამისეს გადამწყვეტი ცოტათი მაღალი არის პაპაშვილი თუმცა ისე ბევრადაც არა რომ შემოვიდა ახლა ბრძოლაში კარგი შეტევა ჰქონდა ახლა ბერაიას თუმცა შედარწმუნებული იყო თუ არა საკითხავია დასათვლელია აქტივობაში ჩაეთვლება ნამდვილად კიდევ ერთხელ სადა მეტოქისთან მიახლოება ბერაია მაგრამ არ გამოუვიდა გამოიკვეთა რომ შორიდან იქნება ვიკრიბებს უფრო პაპაშვილი და ბერაია შეეცდება ახლოს მისვლას ნახოთ აბა ესეთი რაუნდი იყო არ იყო ბევრი ძალიან დარტყმები საჯებირას მეთქვიან ბერაიას მიცეს უპირატესობა სამმამსაჯმა 2-ის წინააღმდეგ 3-2 წინ არის დიმიტრი ბერაია ის ბოლო აფეთქების წყალობით მოიგო ალბათ ეს რაუნდი როგორც გითხარით ეს სხვადასხვა წლების ევროპის ჩემპიონატების 10 პრიზიორი, ზოგადად 1 ჩემპიონი და 9 პრიზიორი გამოდის საერთო ტურნირზე, ჩემპიონი არის გორკაზარიანი, რადგან 2 გოგონა ვნახეთ უკვე ჩვენ მარიამ ნაკანიძე ჩოკორაია, 2 ჩემპიონი გახდა ასევე შალვა ბერიძე. მეორე რაუნდი თორჩდები ისე ძლიერი დარტყმა არ ქონდა, მაგრამ ეხაც მიწდა პაპაშვილი, თუმცა შემდეგ ისე სერია ქონდა ბერაიას.
ეს ამაფეთქებები ახასიათებს ბერაიას. უფრო ისეთი ერთნაირი თვი უდევს პაპოშვილი. კუთხეში ბერაია ნახევრის პროგრამა შეიძლება გამოვიდა და უბლოკა მეტოქის დაწვა. კარგი იყო პაპოშვილი, შემდეგ ბერაია მოარტყა, თანაბარი ბრძოლაა და ისეთ კიდევ ერთი დარტყმული ბერაიასი შეიძლება ეს საკმარისი იყოს ამ რაუნდის მოსაგებათაც. 4-1 მოიგო ბერაიამ პირველი რაუნდი. ნახოთ რა მოხდება მეორეში. 3-2 იყო და ეხლა კი 5-0-ია, ასე რომ ეს გადამწყვეტი უპირატესობა, რადგან მოგივიოთ საუბრობთ ხოლმე, აქვს უკვე 3 საჭთან ბერაიას და ეს არის გამარჯვების ესეთი კარგი წინაპირობა. ეხლა პაპოშვილს სჭირდება ბევრად უფრო აქტიური ბრძოლა და სჭირდება მინიმუმ 1 საჭთან 10 თვლა. ისე 5-0-იც მოიგოს, მესამე რაუნდი მაინც წააგებს 3-2-ს. აი ესეთი მარტივი არითმეტიკა არის გლივში, როდესაც საშუალება გაქვს რაუნდის საშუალო შედეგები იხილო, ბევრად უფრო მარტივია საქმე მაყურებლისთვის. მესამე რაუნდი სავარაუდოდ იციან პაპოშვილის მხარემ თბილისელებმა ანგარიში და ამიტომ ახლა უნდა მოველოდოთ, რომ მკვეთრად უნდა გააქტიურდეს პაპოშვილის ორი დისტანციიდან ერთეული მარცხენა ჯებები აღარ იქნება საკმარისი უკვე მოგებისთვის. გავიდა დაეძრა წინ, მაგრამ ეხლა მოიგერია უკვე პირველი სერია ბერაიამ. აქაც დაახევინა უკან. ისე თავზე ხელაღებულად ვერ მიდის პაპოშვილი, იმიტომ რომ მიიღო რამდენჯერმე პასუხი და უამისოდ ვერ მოიგებს. ისედაც ცოტა შანსები აქვს ძალიან, იმიტომ 3 საჭთან იგებს. იგებს ბათუმელი. რეფერი გახლავთ ამ შეხვედრის მირზა ხუციძე, ქუთაისელი. კიდევ ერთი მძლავრი მარჯვენა შეესრულა ბერაიამ. და შეიძლება ყველა შეკითხვა მოხსნა ისედაც. ამის მკვეთრი გაუმჯობესება პაპოშვილს არ აქვს მესამე რაუნდში. ეს ეხმარდამასე არ არის დამოკიდებული, ცნობია მეტოქეზეც არის და არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევს. ბერაია მივჩარებთ ავალობით ოფიციალურ გამოცხადებას, ბერაია იგებდა 3-0 ორი რაუნდის შემდეგ.
მოიგო, პირველი ოქროს მედალი ექნებათ ბათუმელებს. მესამე ვერცხლი თბილისს. ხუთით ნული, ანუ მესამე რაუნდის მოუგია ყველა მსაჯთან, ბერაიას 5-0. ბათუმს აქვს პირველი ოქროს მედალი, 12 წონა გათამაშდა, 12 ოქროს მედალი, აქედან 11 ქალაქია, ქალაქს ყავს უკვე ჩემპიონი. 2 ოქროს მედალი, ან მომენტისთვის მხოლოდ ლაგოდეხს გოგონებში. შემდეგი ფინალი დანიელ რამიზოვლი ის გახლავთ შემდეგი ევროპის ჩემპიონის პრიზიორი ამ ასაკობრივ კატეგორიაში 16 წლამდელებში და მათე ვოლოშინიც იყო ევროპის ჩემპიონის პრიზიორი ოღონდ 2 წლის წინ 2023-ში და ქვედა კატეგორიაში 14 წლამდელებში ძალიან გახარებული რადგან მოვიგე ამ გზისთვის ძალიან დიდი შრომა გამოვიარე და მადლობა მინდა გადავხადო მამაჩემს ირაკლი და ჩემს წვრთნელს ლაშა ჭეიშვილს. მეტოქეებზე გითხარი ერთეულში. ფინალში ძალიან დაბაძებული ბრძოლა იყო, ძალიან კარგი მეტოქეები მყავდა და ღმერთის წყალობით გავიმარჯვე. რა გზნობა სახში შენ რეგიონში რო იგებ? ძალიან კარგი გზნობა არის შენ რეგიონში როცა იგებ. იოცავ კიდევ ერთხელ. მადლობა.